გამარჯობათ მეგობრებო. დღეს უკვე მეორე გაკვეთილია უშუალოდ ინგლისური იდიომების შესწავლაზე ბიზნესსა და სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ალბათ თქვენ იცით, ჩვენთან ერთად შეისწავლეთ ახალი იდიომები, რომ მეტად თავდაჯერებულად და თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურ ენაზე. აბა დავიწყოთ. იდიომი go down swinging ნიშნავს ბრძოლას ბოლომდე მიუხედავად დამარცხებისა ან არასწორი შედეგისა, არ დანებებას და ბოლომდე მცდელობას მიზნის მისაღწევად. სიტყვასიტყვით ეს ფრაზა მომდინარეობს ბოქსისგან, როცა მებრძოლი ბრძოლაში მონაწილეობს, ის ბოლომდე აგრძელებს ბრძოლას, სანამ არ დაამარცხებენ მოწინააღმდეგეს. გადატანითი მნიშვნელობით კი გამოიყენება ნებისმიერი სიტუაციის აღწერისას, როცა ადამიანი არ ნებდება ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს. მაგალითად, even though the company was failing, they went down swinging. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ნადგურდებოდა, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ. იდიომი go down the drain ნიშნავს, რომ რაღაც არ ასრულდება, უპერსპექტივოა ან თავიდანვე წარუმატებლობისთვისაა განწირული. ასევე ხშირად აღნიშნავს გაშვებულ კარგ შანსს ან ფულის, დროის, ენერგიის გარკვევას. სიტყვასიტყვით drain ნიშნავს ჭავლის მილს, სადაც ყველაფერი ვარდება, ამიტომ გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს, რომ რაიმე გამოსადეგი წყალში იკარგება. მაგალითად, თუ გეტყვი don't let your efforts go down the drain, keep practicing English. გეუბნები, რომ ნუ კარგავ შრომას განაგრძე ინგლისური სწავლა. იდიომი grey area ნიშნავს სიტუაციას, რომელიც ნათლად არ არის განსაზღვრული, როგორც სწორი ან არასწორი, ანუ დამაბნეველი ან საკამათო საკითხია, სადაც წესები ან საზღვრები არ არის ცხადი. სიტყვასიტყვით grey ნიშნავს მუქია და ღია ფერის შერევა. ხოლო აქ გამოხატავს არასრულად განსაზღვრულ ადგილს. მაგალითები: The rule about working from home are a bit of a grey area. წესები, რაც სახლში მუშაობას ეხება, ცოტა გაურკვეველია. იდიომი have one's voice heard ნიშნავს გამოიყენოს საკუთარი აზრი, მოსაზრება ან პოზიცია ისე, რომ სხვა ადამიანები დაინტერესდნენ და გაითვალისწინონ ის. სიტყვასიტყვით შენი ხმა გაიგონ. გადატანითი მნიშვნელობით კი გამოიჩინო თვითგამოხატვის უნარი და გავლენა სხვებზე. მაგალითები: It's important for everyone to have their voice heard in a team meeting. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა ჯგუფურ შეხვედრაზე საკუთარი აზრი გამოხატოს. იდიომი have a gut feeling ნიშნავს ინტუიციით ან შინაგანი შეგრძნებით რაიმეს განცდას, იმას, რაც გრძნობით მიგითითებს სწორს ან არასწორს, მიუხედავად აშკარა მტკიცებულებებისა. სიტყვასიტყვით gut ნიშნავს კუჭს, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება შინაგანი შეგრძნება, instinct ან intuition. მაგალითად, I have a gut feeling that something isn't right. მაქვს შინაგანი შეგრძნება, რომ რაღაც რიგზე არ არის. იდიომი hit the nail on the head ნიშნავს სწორად ზუსტად შეამჩნიო ან დაასახელო რაიმე პრობლემა, ფაქტი ან სიტუაცია. სიტყვასიტყვით ეს ფრაზა მოდის ხის წერტილზე ჩაქუჩის დარტყმიდან. თუ წერტილს შეეხები, ყველაფერი სწორად გამოდის. გადატანითი მნიშვნელობით კი ვამბობთ, რომ ვინმემ ზუსტად ან სწორად თქვა ან გააკეთა რამე. მაგალითად, his comment really hit the nail on the head about the problem. მისი კომენტარი პრობლემაზე ზუსტი იყო. იდიომი hold your horses ნიშნავს შეინარჩუნო მოთმინება, ნელა მოიფიქრო და არ აჩქარდე. ეს ფრაზა წარმოიშვა ცხენოსნობიდან. ძველ ცხენებს სადავეებით იჭერდნენ, სანამ მზად იქნებოდნენ სირბილისთვის. გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება მომზადების, მოთმინების ან სიტუაციის ობიექტურად ანახვის სურვილისთვის. მაგალითისთვის ვთქვათ, hold your horses before you make a decision. ანუ ნელა იფიქრე გადაწყვეტილების მიღებამდე. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ სავარჯიშოების შესრულებაზე, შეავსეთ ცარიელი ადგილები წინადადებებში, ჩვენ მიერ ნასწავლი იდიომების მიხედვით. გმადლობთ, რომ უყურეთ ამ ვიდეოს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და კომენტარების ველში დაწერეთ თქვენი შეფასება. აბა დროებით.